მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. BBC-ის სიუჟეტი არის სიყალბა და უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფასიანი პროვოკაცია, აცხადებს ირაკლი კობახიძე. კობახიძის ინფორმაციით ნივთიერება კამიტი, რომლის გამოყენებაზეცაა საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს. პრემიერის თქმით ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელზეც BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გავრცელა ძვირ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღრძეული ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. ერთი BBC ეყრდნობა მამაშვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყველა დეტალი ფულთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული. ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეულით სრულ განცხადებებით უკვე ამზადებენ იატაკს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული სრულ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული სრულ ინფორმაცია. BBC-ის ფილმი და მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალა სამარცხვინოა და ცინიკური. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და აუცილებელია გამოძიება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს. როდიონოვმა 9 აპრილს აი ამ მოედანზე გაიმეტა ქართველი ხალხი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმა კი საკუთარი სისხლი და ხორცს. ეს არის დადასტურებული მათ შორის BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტით და ლაპარაკი იმაზე, რომ აი გამოძიება დავიწყეთ, ეს რეალურად არის ცდელობა, რომ საკუთარი თავი გადაირჩინონ, მაგრამ ვერ გადაირჩენენ და ეს მათ შორის ირაკლი კობახიძეს სახეზე ეთყობოდა. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის რეჟიმი და ტრაგიკულია, რომ შეუერთდა სადამ ჰუსეინის, ბაშარ ასადის და ესეთი რეჟიმების ბანაკს. რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში ჩაიდინა დანაშაული და ეს დანაშაული არ არის მარტო რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო კანონმდებლობითაც, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ და არც მანამდე ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება წოდებულს არასდროს გამოუყენებია ქიმიური იარაღი. ამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ოღონდ ქართულ ოცნებას კი არ ვთხოვთ მას დასჯას. არამედ საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, თორე ეხლა კობახიძე საკუთარ თავს ხوار დაისჯის, იმიტომ რომ კობახიძემ გააკეთა ეს განცხადება და შემდეგ კობახიძემ გამოიყენა ქიმიური იარაღი ქართული ხალხის წინააღმდეგ. ანუ აქედან გამომდინარე არავის შერჩება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. როგორ შეიძლება რომ ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და ჩვენ მოგვისმენია მათგან გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ეხლა ხوار დაწყებულა, ეს დაიწყო მაშინვე, ადამიანები მიუთითებდნენ მათ რთულ და მძიმე მდგომარეობაზე, აი ამ კონკრეტული საპოლიციო ღონისძიებების შემდეგ და როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა დანამდვილებით იცოდნენ, რა იყო გამოყენებული იქ, როდესაც ისინი აღწერენ საკუთარ მდგომარეობას, ისინი აღწერენ საკუთარ ვარაუდებს, ამას პასუხები უნდა გაეცეს საერთაშორისო მიუკერძოებელი და თავისუფალი გამოძიების ჩატარების შემდეგ. საქართველოში მოკალათებულმა Deep State-ის წარმომადგენლობამ fake news-ი გაუშვა BBC-ში, რა თქმა უნდა, იქ თანხა იქნებოდა გადახდილი და შესაბამისად BBC-მაც გამოაცხო ეს ცრუ ნარატივი დეზინფორმაცია. და ეს რომ დეზინფორმაციაა, უკვე იქიდანაც ჩანს, რომ სუში გამოკითხვაზე დაბარებული ეს ბჭყალებში თავარი როლი შემსრულებლები და ასევე ბჭყალებში ვითომ წყაროები ინფორმაციის უკვე უკანსვლით აკეთებენ განცხადებას და ამბობენ, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდით, ჩვენ კვლევები არ ჩაგვიტარებია, კვლევები არ ჩაგიტარებია, არ იცი რა ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარი და არა გაქვს დადასტურებული ცნობები
მაშინ რატო აწოდებ ასეთ დეზინფორმაციას BBC-ს, რომელმაც იცის, რომ უნდა გამოაქვეყნოს ეს ცრუ ინფორმაცია საქართველოს საზიანოდ. ამიტომ მოუწევთ ახლა გამოკითხვაზე მისვლაც, პასუხისგებად. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა ასოციაცია გურიაში. შეხვედრა სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებთან და პედაგოგებთან ერთად მშობლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს 3 დეკემბრის მნიშვნელობაზე და მიმართულებით არსებულ დინამიკაზე. ასევე ასოციაცია გურიას ისტორიაზე და განვითარების გზებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს ატარებდნენ. ასევე შეხვედრაზე მოისმინეს ისტორია ადამიანზე, რომელმაც ოჯახის დედის დახმარებით ჯერ სტიგმა დაამარცხა, შემდეგ კი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდა. იყო მსჯელობა და საუბარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე, შესაძლებლობებზე და მომავალზე, რომელიც მათი თქმით უფრო ადაპტირებული და ნათელი უნდა იყოს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობლები და შვილები უფრო ჩაკეტილები იყვნენ და არ იყო ცნობადობა. ეხლა უფრო წამოვიდა ის, რომ უფრო ცნობადობად გახდა და ეს ჩვენი შვილები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან ისეთები, როგორც არაშეშემო პირები და ყველაფრის უფლება აქვთ, რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ისე როგორც ყველა ადამიანს და ძალიან რთულ გზას გადიან, როგორც ბავშვები, ასე მშობლები. ამ ცენტრში ამათი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ბავშვები ადაპტირებულები არიან. მე არის ისეთი გარემოა თვითონ აქ შექმნილი, რომ ერთმანეთის სიყვარულით უხარიათ აქ მოსვლა. ყველა დღიურად აქვთ, უფრო სხვადასხვა რაღაც აქტივობები აქვთ. ახლა მაგალითად ემზადებიან კარნავალისთვის, ეს ბავშვებისთვის სტიმული არის და პარალელურად მშობლებიც უნდა მეტად ჩაერთონ. შვილმა უნდა იგრძნოს, რომ მის გვერდით რამხელა ის არის, ძალა არის. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შშმ პირისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ თემისთვის მუშაობენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვინდა რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხილვადობა, უფრო მეტად ხედავდეს საზოგადოება მათ და არ აღიქვამდნენ ამ თემის წარმომადგენლებს მხოლოდ თავისი სტატუსის შესაბამისად, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და აკეთებენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს. ეს იყო შეხსენება და ასევე შეხვედრა მშობლებთან, დაინტერესებულ პირებთან, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, რომელი დღეც გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, უნდა ვიყოთ მიმღებები და უნდა შევძლოთ ერთად ცხოვრება, რადგან ჩვენი უფლებები, შშმ პირთა უფლებები თანასწორია ყველა სხვა ადამიანის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღე კონცერტით აღენიშნა ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე კონცერტით აღენიშნა. საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული, საესტრადო, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ კონცერტში საკუთარი შესაძლებლობები აჩვენეს და დღეს მეტი მხიარულება და შინაარსი შესძინეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეთ. დღევანდელ დღეს, როგორც თქვი და კიდევ გავიმეორებ, აღნიშნე მადლობას ვუხდი კულტურის სცენს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. შშმ პირების მხარდაჭერა ეს არის არა მხოლოდ ვალდებულება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ადამიანობა და რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის გამოვთქვათ საწყობნას მხარდაჭერისთვის. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო უფლებების დღეა. მე დღეს გავაჟღერე ის, რომ მოვითხოვე ოზურგეთში, რომ აირჩე შშმ პირის მრჩეველი, რომელიც ეს პატარ-პატარა პრობლემები კარა მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ არის დაკროვილი გამოწვევები და მერმა განიხილოს და მივიტანოთ თავრობამდე და იყოს ისე, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მეტი ადაპტირება, მეტი ჩართულობა შშმ პირების, რა თქმა უნდა და მე მინდა რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი, ჯამრთელი და ლაღი
მაგრამ არის გამოწვევები, რომელიც არის მისახედი და ბატონმა პაატა კუნჭულიამ დაგვირდა, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება. მადლობელი ვარ ამ ულამაზესი ღონისძიების მოწყობისთვის, ამ ულამაზესი დღისთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგველახა, რომ შესაძლებლობა არ არსებობს. დავინახეთ ძალიან ჭკვიანები, კარგები, მოტივირებულები, რომლებიც ხალისიანად ღერიან, ცეკვავენ, აზროვნებენ და მე მინდა მათ კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა უსურვო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მომპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიიყვანის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინა, რომ კონფლიქტი მოჰყვა ბანკოს თამაშის შედეგად წაგებულ თანხას. ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები. დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებით დაემუქრნენ. რის შემდეგადაც დაზარალებულმა თვითმკვლელობას სცადა. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 262 და 263 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.